აუჩ, კამილ, ვერ ვჩერდები. ყველა გაჩერდით, FBI აქ არის. ჰეი, ჩაკ. ჰეი, გოგონებო. ჰეი, მოიცადეთ მეგობრებო. კამპუსში ძაღლები არ დაიშვებიან. მე მახსოვს წესები. უბრალოდ გაბი ძალიან პატარაა და არ უყვარს სახლში მარტო დარჩენა. უნდა გენახათ როგორ ტიროდა, როცა წამოვედით კამპუსში. საწყალი ძაღლი. მაგრამ მე მაინც ვერ გაგიშვებ. მაქსმა რომ გაიგოს. ჩაკ, მოიფიქრე რამე. არ გვინდა რომ ჩვენმა ძაღლმა იტიროს. ძაღლი სათავსოში შესვით. სკოლის შემდეგ კი გამოიყვანეთ და სახლში წაიყვანეთ. ძაღლის კარადაში შესმა არ შეიძლება. ის უსულონივთი კი არ არის რომ იქიდოს. ჩაკ, რა იყო გული არ გააქვს? უგულო ოფიცერი ჩაკი. გზამიეცით მაგარ ბიჭებს. ჩვენ ვარჯიშზე გვაგვიანდება. როგორ ხარ ჩაკ? გაიარეთ, ნუ აფერხებთ მოძრაობას. ჩაკ, შეხედე, აქ კეჩუპი გაქვს. კარგი ბიჭებო, მოდი წავიდეთ. სულელი ბიჭები ხართ. ნამდვილი სულელები. მაშ რა ხდება ჩაკ? კარგი, მომეცი შენი ძაღლი. რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ მაქს არაფერი უთხრა ამის შესახებ. თორემ ხომ იცი, გამანთავისუფლებს. ჩვენ ჩუმად ვიქნებით. მადლობა ჩაკ, შენ საუკეთესო ხარ. უკვე ვნერვიულობ. დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით გაბი ჩაკთან რომ დავტოვეთ? ინ, გაბი კარგ ხელშია. ჩაკი ყოფილი პოლიციელია და იცის როგორ მოიქცეს ძაღლებთან. გონი ჩაკი უფროა კარგ ხელში ვიდრე აბი. აბა, რა უნდა ვავაკეთო შენთან? გაბი, რომელსაც არ უყვარს მარტო ყოფნა. სხვათა შორის მე და შენ ერთნაირები ვართ. არც მე მიყვარს მარტო ყოფნა. დილან, შენ ისე ურევ თამაშს რა? მე კარგი მოთამაშე ვარ, უბრალოდ გუფი შენ მხარეზეა. ხომ ხედავ? მე რა შუაში ვარ ამასთან? იმიტომ რომ შენ მას ამხნევებ. ახლავე შეწყვიტეთ თამაში. გადაუდებელი საქმე მოქვს. პონკა, ამჯერად რაღა მოხდა? სასწრაფოდ მჭირდება მეგობარი ბიჭი, შეყვარებული? რომელიც მომხიბლავს და მიმიზიდავს, მომცემს წიგნებს და წამომყვება ბიბლიოთეკაში. ეს არ არის ჩემთვის, მე შემიძლია შენთან ერთად გართობა, მაგრამ წიგნები ეს ჩემთვის არ არის. არი ნერვიულო, შენ ჩემი ტიპის არ ხარ. მე შენთან დაახლოვებას ისედაც არ ვაპირებდი. ლუზერი. სულ ტყუილად, მე მაგარი ბიჭი ვარ. ყველა გოგოს უნდა ჩემთან ერთად ყოფნა, მაგრამ მე ყველასთვის დრო არ მაქვს. პონკა, მე ვაკმაყოფილებ შენს მოთხოვნებს. დილან, კარგი ბიჭი ხარ, მხიარული, ზოგჯერ მაგარიც კი, მაგრამ შენ ფული არ გაქვს. მე არ მჭირდება ბიჭი ფულის გარეშე. წიგნებს ვერ მომცემ, პიცას ვერ მიყიდი. დილან, ალბათ არა. დილან, შენ გაჭირვებული ხარ ძმაო, შეეგუე საბოლოოდ ამას. გაჭირვებული ბიჭი. შენ თვითონ ხარ უსახლკარო, ფული მალე მექნება და ყველა ჩემს ლამას ხელებს დამიკოცნით. შეგიძლია რომ დაიწყო. მე არ ვაპირებ შენს ხელებზე კოცნას, თუნდაც მილიონები გქონდეს. ძალიან კარგადაც იზავ, უფრო მეტიც. მალე დილანს კი არა, მისტერ დილანს დამიძახებ. აი ნახავ, შემომხედე? მისტერ დილანი. ლუზერებო, შეგიძლიათ ხმას დაუწიოთ? ან გაჩუმდეთ? ჩემი ძილის დროა, ახლა ვისვენებ. შენ თვითონ გაჩუმდი. არ უნდა გეძინოს სკოლაში. კიდევ ერთი სიტყვა და ეს პენი ერთ ადგილას მოგხვდება. გასაგებია? მე ვაპირებ გავხდე მილიონერი, ნამდვილად, მე ვგრძნობ ამას. და როგორ გააკეთებ ამას? სკოლის შემდგომ ყოველთვის მივდივარ სუპერმარკეტში და ვყიდულობ ლატარიის ბილეთს, რომ იცოდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც გამიმართლებს. ჰეი, გუფი, რამდენის მოგება შეგიძლია? ჯეკპოტი 3 მილიონი დოლარია. ღმერთო ჩემო. მე არ მჯერა ლატარიის. სისულელეა ეს ყველაფერი. შეყვარებული უნდა ვიპოვო. კამილ, რატომ არ მოიპარე მამის მერსედესი ამჯერად? ძმაო, რა თქმა უნდა არა. ბოლოს როცა ეს ვქელი მამა ჩემი ძალიან გამიბრაზდა. გოგონები გველოდებიან, მანქანაში კი მხოლოდ 4 ადგილია. მე, შენ და ისინი.
არა, არც კი დამელაპარაკო ამაზე. ძალიან სარისკოა ეს, მეგობარო. მინდა გითხრა, რომ გოგონებს მანქანის გარაშით შევხვდებით. ხო, შეგვიძლია, მაგრამ მანქანით უფრო ადვილია. გოგონებს იზიდავთ მაგარი მანქანები. ჰეი, კამილ, მასწავლი ამის ტარებას? კარგი, მე გასწავლი. ნაის, ჩემი შავი სია შეინახე, ისოდე არ დაკარგო. ცოტა საშიშია. ნუ გეშინია, ეს არ არის რთული. მე დავდივარ. ახლა მოდი გავაკეთოთ ეს ხელის მოკიდების გარეშე. კამილ, მენდი ისევ გიახლოვდება. უკვე მივხვდი, ნაის. კამილ, ვერ ვჩერდები. მენდი, კარგად ხარ? დამანებეთ თავი, მეზიზღება შენი სულელური სკუტერი, შავი სიამომეცი. რა მაგარი ბიჭები გყავს. დაგ, აჩვენე ყველას ვინ არის აქ მამა. პატარაო, მე აქ მამა ვარ. უყურეთ თამაშს. ლორა, ფიქრობ დროა ბენს დავუახლოვდე. მე არ დავუახლოვდები მას. ის სულელია და აღარ მომწონს. მგონი გეშინია, რომ ბენსმა თავად არ გითხრას უარი. არც ერთ ბიჭს უარი არ უთქვამს ჩემთვის. მე ვამბობ ყველასთვის უარს. ლორა, აღიარე, ლუზერი ხარ. ხალკმაც კი უარი გითხრა. რა ჯანდაბა გჭირს? ახლავე მივალ ბენსთან და თხოვ მას გასეირნებას და ის უარს გეტყვის. კარგი მორჩა, შენ მაბრაზებ, უყურეთ და ისწავლეთ მეგობრებო. კარგი ბიჭებო, მე დავამთავრე თამაში. რა ჯანდაბაა? გითხარი, რომ ბენსი უარს ეტყოდა მას. ის სულელია. ჩვენ ახლახან დავიწყეთ თამაში. იქნებ მას რაღაც ეწყი ხალაჩუნა. ბიჭებო, წამოყვებით. ჩაკ, რა ჯანდაბაა? რატომ არის კამპუსში ძაღლი? სკოლაში ძაღლების შეყვანა არ შეგვიძლია. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ძაღლი, ეს ოფიცერის ძაღლია და ის ახლა საბრძოლო მისიაშია. რატომ გაცვია FBI-ის ფორმა? შენ უბრალოდ დაცვის თანამშრომელი ხარ. მადლობა, რომ შეამჩნიე. მე ადრე ვმუშაობდი FBI-ში, უბრალოდ ჯერ არ მithქვამს ამის შესახებ. სხვათა შორის, ეს არის აგენტი გაბრიელი, ერთად ვმუშაობთ. ჩაკ, რა შეგვჭირდება მებრძოლი ძაღლი? რამე სერიოზული ხდება აქ? მაქს, ასე ვფიქრობ, ფაქტობრივად კამპუსში იმაზე მეტი რამ ხდება, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგენია. თუ გინდა, ჩვენ შეგვიძლია ერთად გამოვიძიოთ და ჩემი ძაღლი აუცილებლად იპოვის რაღაც უკანონოს. კარგი ჩაკ, მაგრამ თუ მატყუებ, იცოდე გაგათავისუფლებ შენს და შენს ძაღლსაც. ჩაკ, მე ალერგიული ვარ. არაა პრობლემა, მაქს. გაბი, წადი და მოძებნე. გაბი, მიდი. ბენს, გაჩერდი, რაზე გაბრაზდი? მე არ ვარ ნაწყენი, დავიღალე. გვეგონა რომ განაწყენებული იყავი ძმაო. არანაირი სუსტი გრძნობები. ბენს, მოიცადე, უნდა ვილაპარაკოთ. რაზე ლორა? დიდი ხანია გიყურებ და შენ საოცარი კალათბურთელი ხარ. ლორა, ბენს უახლოვდება. ჩემი ყოფილი შეყვარებული ამბობს, რომ კალათბურთში შესანიშნავი ვარ. ისიც ვიცი, რომ ისევ მოგწონ ვარ, დენს. შეწყვიტე ჩემი ყურება, ყველაფერს ხედავ. ანუ რისი თქმა გინდა? მე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მე და შენ ერთად ვიყოთ. რა? მინდა მე და შენ ისევ წყვილი ვიყოთ, თანახმა ხარ?
უბრალოდ სწრაფად მოიფიქრე, ბევრი დრო არ მაქვს. ბიჭებთან უნდა გავიარო კონსულტაცია. დროზე გააკეთე ეს. ბიჭებო, ეს გაიგონეთ? რა უნდა ვუთხრა მას? მე დავთანხმდებოდი მას. დენს, ჩემზე ვლაპარაკობ. დენს უნდა დაუკავშირდე მას, ძმაო. კარგი, მორჩა. მე და ბიჭები დიდხანს ვფიქრობდით ამაზე და მე თანახმავარ. მოდი გავაკეთოთ ეს. ეს შესანიშნავია. ლოღაზე მაკოცე და საღამოს გავისეირნოთ ერთად. ძმაო, ეს ნახეთ ბიჭებო, კოკონები გიждდებიან ჩემზე. ნუ დაიმალებით, უკვე დაგინახეთ. ჯანდაბა, მან ეს მოახერხა. ბენსმა ამ აღამამდე შეიძლება გადაიფიქროს. მორჩა ლუზერებო, თქვენ მე მაბრაზებთ. ამიერიდან თითოეული თქვენგანი კამპუსში $5 მომიტანს. ყოველ დღე 5, ეს არის $20. სულელი ხარ? სინამდვილეში ეს არის $21. ეს არის $21, ხო? და თუ არ მომიტანთ, მაგრად მოგხვდებათ. გასაგებია თუ არა? შეგიძლია შეწყვიტო ყვირილი დერეფანში? სულელო, რატომ ხარ დიდგულზე? ხომ არ გავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ლუზერების გუნდში ხარ და არ გაქვს უფლება, რომ მოთხოვნები წამოგვიყენო. მე არ მოგცემ, მირჩევნია ლატარიის ბილეთი ვიყიდო ამის მაგივრად. გუფი, მე ვთქვი, რომ ეს თაღლითობაა. ჯობია ფული ხვარამეში დახარჯო, წიგნებში. აბა გაბედე და არ მომიტანო $5 და იყიდე გათამაშების ბილეთი. მე გაგიკეთებ ჯეკპოტს უმოკლეს დროში. უკვე დავიღალე ამის მოსმენით. მაქს გამომყევი, ნუ ჩამორჩები. აბა, მოიტანთ ფულს? არა. დიახ, თქვენ მოიტანთ. ყველა ადგილზე FBI მუშაობს. ნუ ხარ ძალიან მკაცრი, მე იმაზე თავაზიანი ვარ, ვიდრე უნდა ვიყო. ხო, კარგი. ჩაკი FBI? მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით არეულობისთვის, მაგრამ ეს აუცილებელი ღონისძიებაა. ახლა ჩაკი სწრაფ გამოძიებას ახორციელებს. მიღებულია ინფორმაცია, რომ თქვენ შორის არის შემოგზავნილი. რას უყურებთ? ხელები თავზე დაიწყეთ. გაბი, ახლა ამოგიცნობთ. სულელი ლუზერები. ფაზლ ეს შენს გეხება. გაინძერი. მაქს უყურე როგორ მუშაობს ნამდვილი მებრძოლი ძაღლი. გაბი. დაიწყე. გთხოვ, არ იგრძნო სუნი, გთხოვ, ოხონდეს არა. ჩემს მარჯვენა ჯიბეში ლატარიის ბილეთი მაქვს. ჩაკ, ყველაფერი გასაგებია. ეს ბავშვები კანონს არ არღვევენ, ჯერ ყველა არ შემიმოწმებია. ჩემზე ვერაფერს იპოვით. ხო, გასაგებია. მადლობა, გაბი. ძაღლმა იპოვა რამე? ჯერ არ ვიცი, ჩვენ გავარკვევთ. ჰეი, დილან, რა გაქვს მანდ? ჩემმა ძაღლმა რაღაცის სუნი იგრძნო. არაფერი მიდევს, შენმა ძაღლმა შეცდომა დაუშვა, ჩაკ. რა გაქვს მანდ მეთქი? ეს უბრალოდ კატის საკვებია. კატის საჭმელი? რა არის აქ უცნაური? ეს არ არის უკანონო. დილან, რატომ ჭამ კატის საჭმელს? შენ რა კატა ხარ? ეს არ არის ჩემთვის. სხვათა შორის მე ყოველდღე ვაჭმევ მშიერ მაწანწალა კატებს კამპუსისკენ მიმავალ გზაზე. კანონს არ ეწინააღმდეგება. დილან, შენ ისეთი ქველმოქმედი ხარ. პონკა, ხელი ჩამოუშვი თუ შეიძლება. ძალიან საეჭვოდ გამოიყურები. ჩაკ, თავი დაანებე ბავშვებს. აქ ყველაფერი გასაგებია. წავედით. საღეჭი რეზინით სავსე მაქვს ჯიბეები. მაქსი მიხვდებოდა თუ ვინაწებებს კევებს მერხების ქვეშ. არ დაგავიწყდეთ თითომ $5 მომიტანოთ. არაფერსაც არ მოგცემთ. სულელო. ფიქრობ დილანი შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ხარი დაუჭირეთ მას. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დაელოდეთ ჩვენს მაგარ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. გაჩვდით. Coming down like precipitation.
I ain't never met a limitation. Hater plotting my elimination. Gotta go to Google for the information. I'm a superstar, so I gotta shine. Top dollar be the bottom line. Bottom feeding out of line. Turn your heart rate to a dotted line.